დილა მშვიდობის. მოკლედ ხედავთ, როგორი ამინდი გვაქვს თოვს. გუში ღამიდან თოვს და არ გაჩერბო. მე მოგთხარს მოვადეთ. ესე იგი, რო ჩავიხედე პროგნოზში 3 დღე თუ 4 ზედიზედ თოვლი, თან უფრო მეტი და მეტი თოვლი გამოვიდა რა, ნახოთ. მე კი რაღაცა ვერ ვარ ახლა კარგად, იმიტომ რომ თავი ტკივა, წნევა ამიწია, ეტყობა ამინდის, შეიძლება ამინდის გამო, არ ვიცი, მოკლედ ადრეც მახსოვს სკოლაში რომ მუშაობდი, მაშინაც ეს ზუსტად ცივ ამინდებში წნევები მაწუხებდა, ანუ მაღალი წნევები. ნახეთ, რამდენი სანტიმეტრი იქნება. თბილისში უკვე ეს არის სენსაცია თოვლის. თებში იქნება კარგად ბლომად. ეხლა თუ ამას შევხედავთ, აი ამას, აი ნახეთ, აი ეს რაზეც ეხლა დადო ესე თოვლი, ხო? სადღაც იქნება 5 სანტიმეტრი. შეიძლება მეტიც. მოკლედ ძალიან ლამაზია. ესენი გათიშეს, всё უკვე მორჩა. შუქები გათიშეს და ნელ-ნელა მე მგონი დემონტაჟს გააკეთებენ. ნახეთ რა სილამაზეა. აი ის მომწონს, აი ეს მიცადეთ ძალიან ეს გუნდებათ როდებს ნახეთ. არა, კარგად დაუძია, არა წვრილად თოვდა. ძირსაც დევს აქვს ჩვენთან ეზოში, ჩვენთან რა ჩემი ეზო ეს არ არის. ისე სიმართლე გითხრათ, არც ერთი არა ჩემი ეზო. ჩემი ეზო არის იქ, სადაც მე ბავშვობა გავატარე. აქ ვერ შევეგუე, რა ვიცი, 6 წელია უკვე. მაინც ვერ ვგრძნობ ამ სახლს, ისე როგორც რაღაც აი სახლი. მოკლედ ესე, იქაც ტროტუარზე ნახეთ. დევს. დავდიო რამე ცხელი, პიტნა უფრო. però ყავას ვერ დავლევ, ჩაისაც ვერ დავლევ. მოკლედ ვარ გაწამაწიაში. ნუ არ ვჩქარობ ახლა ძალიან, მაგრამ ნუ ვფიქრებ არემ ვიდეოსაც გადავიღებ, თქო. ბრინჯი უკვე მოიხარშა, მაგრამ გრძანდება, გამომივიდა კიდევაც და მოკლედ დავასრულებ ახლა ბრინჯს ბოსტნეულით, ბულგარული არ მქონდა, ამიტომ ჩვეულებრივ ეს მწვანე წიწაკა. ხო. მოკლედ ესეთი ამბავი. კიდევ ერთხელ მოგესალმებით. საწყის მანქანა მუშაობს. პლედს ურეცხავ, კატები ზიან ხოლმე და მოკლედ ცალკე ურეცხავ. ჩაუწევ იმას, ცოტა მე მგონი ყვირის. ხო, მთელ ხმაზე იყო აწეული. ხო, მოკლედ, ნაძვის დავშალე. მთელი საახალწლო დეკორაციები მოსპე, დღეს უკვე 18-ია. დღეს ვარ მეორეცლა და მოკლედ ვაკეთებ ახლა რა ქვია მას, ბრინჯს ბოსტნეულით და თან ახლა ხო, სოსოს ძინავს ჯერ კიდე. მოკლედ სკოლა კი დაიწყო, მაგრამ ბავშვები არ მიდიან ხოლმე როგორც წესი და რაღაცაზე ფიქრობდი ახლა, ხო იცით, საქმეს როცა აკეთებ და მარტო ხარ შენთვის, შენ თავთან ფიქრებში. ხო და ესეთი რაღაცა აღმოვაჩინე. ნუ თავში ხო რა აღმოვაჩინე. ეს იმაზე რომ საუბრობენ ხოლმე. ნუ როგორ თქვა და არ ვიცი.
ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე რა, ცნობიერების ამაღლებაზე და ასე ვთქვათ, სხვა ეტაპზე გადასვლა. რომ ну ეხლა ეგ ცოტა ისეთნაირად საუბრობენ ხოლმე ძალიან თვითონ რაღაცა პროგრამა ისა ესა მოკლედ გამოგვიძება ადამიანების მე მგონი მიმიხდებით რა თემაზე საუბრობ რა რომ ადამიანი უნდა მიხვდეს, გაიღვიძოს, გამოიღვიძოს და სხვა ანუ რეალობა, პარალელურ რეალობაზე ხაზზე თუ ტონზე თუ მოკლედ გადავა. ხო და რა უშლის ხელსო რა ამაშიო რა ანუ რომ განვითარდეს უკეთესი ცხოვრებას მოეწიოს ადამიანი ხო თავის განკუთვნილ პერიოდში. ну ძირითადად ხშირად შემხვედრია რა ესეთი ვიდეოები და საუბრობენ ხოლმე ძირითადად რუსული ვიდეოებია ხოლმე ну ესეთი რა ინფორმატიული რომ ესე რომ ვთქვათ ხო და მგონი სტაფილო ეყოფა ისე ვატყობ რაღაცა ძალიან გამოვიდეს თუ იყოს მეორე ტაიმერსაც გავაკეთე ხო მოკლედ რაზე ვსაუბრობ რა აღმოვაჩინე რა ამბობენ ხოლმე რომ ადამიანს აქვს ბლოკები მეც ნუ ახლა ეს მესმის ხო ბლოკები გასაგებია რაღაცა ბლოკები აქვს ადამიანს რა ბლოკები საიდან როგორ არა საიდან როგორ გასაგებია რომ ეს მოყოლებული ახლა ათწლეულობით რაღაცა სისტემაში ხარ და როგორც მატრიცა რა და დაპროგრამებული ხარ რა მოკლედ ყველანაირად და ანუ უნდა გამოხვიდე რა ამ ბინძური პროგრამიდან თუ როგორ ვთქვათ რა ამას ხადაგებენ ხო და როგორ მოახერხო ეს ყველაფერი ანუ კი არის იქ ფასიანი ისინია ხო კოუჩები გვეუბნებიან რაღაცას გადმოდით და მე გადამიხადეთ რაღაცა ფული და ანუ გეტყვით და საკითხავია კიდე რას უნდა ელოდო ხო რომ გადაიხდი ხო არის წინასწარ მართლა ვიღაცა ისეთი იქნება თუ არა მოკლედ ბლოკებზე ვლაპარაკობ რა ხო და სულ ფიქრობდი ნუ ეს ბლოკები ალბათ მეთი არის ის რომ ნუ კომპლექსები ეს მოხეული ასე ვთქვათ სტერეოტიპები და ასეთი შავსი რამ ხო ეს გასაგებია ყველაფერი და თქვა შეიძლება დააძალო თავს და ხო იცით ხენ შეძახილით გახმაო და რაც უფრო ხშირად იტყვი რაღაცას შეიძლება ასრულდეს ხო ხო და ეგ ხო შეიძლება მოაგვარო მაგრამ სინამდვილეში რა არის ეს ბლოკები აი ხო ვფიქრობთ და მივხვდი ყველა ადამიანმა თავის გულში უნდა ჩაიხედოს და აღმოაჩინოს ის აი მოდით ესე მარტივად ვიტყვი რისი გაკეთება არ მოსწონს ცუდ ემოციას უქმნის განწყობას ემოციას მდგომარეობას მოკლედ ეს არის ჩემი აზრით ბლოკები აი ახლა რატო გამახსენდა ახლა გეტყვით სტაფილოს დაჭრა არ მეწონს აი ნიუტონი ხო ბავშვი დაეცა და მის გლობის ის აღმოაჩინა მე კიდე სტაფილოს ჭრილი და აღმოაჩინე რომ რა არის ბლოკები მოკლედ არ მიყვარს სტაფილოს დაჭრა გულწრფელად გეტყვით მართლა აი არ მიყვარს ხო და მაგრამ რატო აკეთებ რა ეგ გასაგებია აბაჩებს მაგივად ვერავინ გააკეთებს მაგრამ რა არის ამ ბლოკების მოხსნა ის რომ ვაიძულო ჩემ თავს რომ ერთ დღეს ამ სტაფილოს დაჭრა მე უკვე სიამოვნებდეს და მომწონდეს როგორც იყო ერთ დროს ქსოვამ ვერ ვიტანდი მეგობრებო აი ინტერესი მქონდა ძალიან მინდოდა რაღაცა საინტერესო მომექსოვა დედას ვეხვეწებოდი მასწავლე
მოკლედ თითები მქონდა დაძაბული, დაგრეხილი. ხან ნაქსოვს უჭერდი, ხან უშვებდი, მოკლედ ხან უფლაშული იყო და ხან მოჭერილი და დროთა განმავლობაში მოკლედ ვისწავლე და შევეჩვიე და რაც არ უნდა სასწაულად ჟღერდეს, შემიყვარდა ეს ამბავი ქსოვა და ეხლა როგორ ვარიცით, აი ხელები მეხვეწება, რომ აი რაღაცა მოხსოვე, უბრალოდ დროის უქონლობის გამო ვერ ვქსოვ. ხო და ახლა რას ვამბობ ამ ბლოკებს? დავჭერი ამასობაში ის აფილო, რომელმაც ეს აზრები მომაწოდა. ხო. ახლა მე ვფიქრობ. ყველა ადამიანს აქვს ესეთი რამ. მე ვიცი, რომ ახლა სოსოს მაგალითად მიუხედავად იმისა, რომ სკოლა რა, ბავშვები რა, მეგობრები, რაღაცა იქ მოსწონს, უყვარს, ხო? არატანა თვითონ სკოლის. აი ფსიქოლოგიურად აი ძალიან ცუდად ვშნობს ბავშვი თავს, აი ეს არის სერიოზული წნეხი, ფსიქოლოგიური ტრავმა. სოსოსთვის რა, სკოლაში როცა მიდის რა. და დარწმუნებული ვარ, ბევრ ბავშვს აქვს ეს. უბრალოდ ყველა ამაზე ხმამაღლა არ ლაპარაკობს, უბრალოდ მიზეზობენ, რაღაცას ჯუნებენ და მაგრამ გულწრფელად ეს არის სერიოზული წნეხი ბავშვისთვის, მოზარდისთვის. ხო და ახლა რა არის გადაწყვეტა ამ პრობლემას ქვია, მოკლედ ამ ბლოკის, მოდით ესე დავარქვათ, ბლოკი არის ეს. უნდა რაღაცა მოკლედ თვითონ ოღონდ ადამიანს სხვა ალბათ ვერავინ ვერ დაეხმარება მაგაში. დამოკიდებულებასაც გააჩნია ხა ზოგადად სისტემაა ისეთი რომ ხა როცა ბავშვები ერთმანეთს ეჯიბრებიან, შეჯიბრენ, მოდით ვაღიაროთ, ფულებს როცა წერენ, ეს არის შეჯიბრი. რომ დაამტკიცო, რამდენად კარგი ხარ. და შედარებები და ეს არ არის კაი მეგობარი ურთიერთობებისთვის, ადამიანის განვითარებისთვის. შეიძლება ადამიანს თქვათ ნიჭიც ჰქონდეს, მაგრამ არ უნდადეს რაღაცის თქვათ გაკეთება და მაგის გამო ახლა ცუდი ქულა რომ მიიღოს, ახლა სოსოზე არ მაქვს საუბარი, ზოგადად ვიძახი. ცუდი ქულა რომ მიიღოს, იმის გამო რომ უბრალოდ არ სურს ადამიანს რაღაცის გაკეთება და აი დაძალებითი ეს ისა, ხო? რომ აი ვალდებულება აუცილებელია, მოკლედ შენთვის არის ესე. ხო, მე მგონი აკეთება იქით იყოს თუ არა ფუჭებს უფრო უარესად რა, ანუ ძალიან სერიოზულ პრობლემას ხდებობს ადამიანი. და გამოსავალი ერთი ის არის ამ ყველაფერში, რომ როგორღაც თვითონ ადამიანი უნდა მივიდეს იქამდე, რომ შეიყვაროს ის, რაც არ მოსწონს. ძალიან რთული ამბავია, რა თქმა უნდა, შეიყვარო ის, რაც არ მოგწონს. ხო. ხშირად ოჯახებშიც ხდება ხოლმე ესეთი რაღაცეები. ოჯახებში რას ვიცახი, აი მაგალითად წვილი, ხო? იმის გამო რომ უბრალოდ ოჯახი არ დაინგრეს და ბავშვები არ დაზარავდნენ, დათმობაზე უწევთ წასვლა, იმიტომ რომ იქ ქიმია დამთავრდა, ვთქვათ, იქ რაღაცა ემოციები გახუნდა, იმიტომ რომ წლები მაინც თავის ეშვება, რაღაცა მიაქვს, მე მოგონებებს ეჭიდები ადამიანი, ხო? მაგრამ რაღაცის გულისთვის იტან ამ ყველაფერს, აი გაძლებაზე ხარ და ეს სერიოზული სტრესია და ესეც ანგრევს ადამიანს. ხო და რაღაცა, ანუ უნდა მოძებნო ისეთი ამ ურთიერთობაშიც, რომ გაალამაზო, ასე ვთქვათ რა და ანუ რაღაცა სახელი დაარქვა და ელფერი შეძინო ამ ყველაფერს, მოკლედ. მიხვდით ხო რას ვიცახი, ანუ აი ბლოკები ზუსტად ჩემი აზრით, ეს ჩემი პირადი აზრია. არის ის რომ ის რაც ზღუდავს, რაც გაკომპლექსებს, რაც ცუდ ხასიათზე გაყენებს ხო ადამიანს.
და даже შეიძლება ითქვას სერიოზული სტრესი გაქვს, ხო, რაღაცას როცა აკეთებ. მაგრამ იცი რომ გასაკეთებელი მარტო გაკეთებაზე არა, ზოგადად ეს არის გარემოზეც გაცლა. პრობლემასთან გაცლა არ არის პრობლემის მოგვარება. საერთოდ იძახიან რომ უნდა გაეცალო და მოგვარდება, არ მოგვარდება. მე ხშირად ვამბობ ხოლმე ესეთ ფრაზას, რომ ერთ თვალებში უნდა ჩახედო და უნდა თვალი გაუსწორო თქო რა. ხო და ზუსტად ესეა რა. უნდა მოაგვარო რა. გაქცევით, დამალვით არაფერი არ გამოვა. ის მაინც დარჩება, დაიმალება რაღაცა იქვე ცნობიერში და მოგიღებს ბოლოს და მოგსპობს რა ცხოვრებაში და წინ ვერ წაგიყვანს, ხო და ეს ბლოკები ზუსტად ჩემი აზრით არის ეგ. ზოგისთვის შეიძლება ახლა ისეთი თემაა, რომ საერთოდ ვერ მიხვდეს რაზე აქვს საუბარი, რა ბლოკები, რის ბლოკები და ჩინურივით ეს მოდეს ეს ყველაფერი, მაგრამ ესეა. ხასიათზეც მოქმედებს კი არა, ხასიათზე მოქმედებს. ახლა როცა ადამიანი სულ რაღაცა წნეხის ქვეშა თავისთავად, ხო? ვერ იქნები გამწყობაზე. ესე რომ კონიზეთიც მაქვს უკვე საყიდელი. ხა იმდენი უნდა დავასხა ამას, რომ ეს ყველაფერი კარგად მოიშუშოს. მოითუშოს, მე მაგალითად სიტყვა მოთუშვას ვიძახდი ყოველთვის და მოშუშვას რატო მოკლედ. ისაც როგორ უნდა ის უნდა შეიძლება ისიც ბლოკია. არა, ეს ბლოკი ნამდვილად არ არის. ჩავთოთ ახლა ეს უფეთური. ჩემი დამღუპე დენის პლიტა. ჯერ არ წავსულარ მეგობრებო, არ ვიცი. არ მიჯერა რომ იქ კიდე რამე შეიძლება იყოს. გაკეთებული, იმიტომ ჯერ კიდე გრძელდება რაღაცა ეს დღესასწაულები. ვიღაცები როგორც ჩანს გულაობენ, პასუხისმგებლობის გრძნობა არ აქვს. ხო და ამიტომ დაველოდები კიდე ცოტა ხანი და ხო მართლა ვიყიდე ეს powerbank-ი ვიყიდე და შესაძლებელია მე ლაივებიც დავაკეთო, იმიტომ რომ powerbank-ი მოკლედ ჩემი დამტენი ისეთია, ანუ თვითონ ხო ბლოკიც აყიდელი მაქვს თვითონ შესაძლებელი. ისეთია რომ პატარა გამოძრავება და გაითიშება და ძალიან ძაბავს. ხო და ესეთი powerbank-ი ვიყიდე მოკლედ სამჯერ ტენის. თუ მოიშუშება რამე მაქვს და ჩავამატებ ბრინჯს და მზად არის. ესეც ასე. გუშინ იყო როცა ბორში გავაკეთე, ძალიან გემრიელი ბორში გავაკეთე. სულ ჩამესმის ხოლმე. და ჩემი ხო სულ საყვედურობს, რა წლიანები გააკეთე ჭამეთ. ხო და ეს დღეები ისე მოგვიწია. შრალ სადილები და ამიტომ გავაკეთე ყველაზე ესეთი ოღონ ძალიან ვფრთხილობ ხოლმე მეგობრებო კომბოსტოზე, იმიტომ რომ ყველა კომბოსტო არ ვარგა შეიძლება შებეროს ადამიანი და ასევე ლობიო. ბაზარში მაინც მოიყიდით ლობიოს, იმიტომ რომ შეიძლება ვადაგასული იყოს. ანუ ზოგი ატყობს. ანუ ახალია თუ არა, მაგრამ შარშანდელი, ანუ ერთი წელი ხო აქვს თავისი სარგებლობის ამბავში ვიძახი, ხო, თავის თვისებები. ერთი წლის ლობიო შეიძლება ვერ შეატყო, შეიძლება კარგად შეინახოს ადამიანმა, მაგრამ ზოგადად მაინც ეტიკეტი რო ადევს და რო იცი ზუსტად ბოლო თუ რამე გაწყენს, პასუხს მაინც მოსთხოვ ვიღაცას და ბაზარში ვის რა უნდა მოთხოვ. მოკლედ ესეთი ამბები, ხო და ზოგადად ბაზარში, აი ბაზარსაც ვიძახი, აი ქუჩაში რო ყიდიან რა ამას. იცით როგორ ინახება, აი ჯობია არ ნახოთ რა.
შეფუთავენ ეს იქ ვირთხა დარბის თუ რა დარბის გადაურბენს იმას მოკლედ ძალიან ცუდი სიტუაცია რა მაღაზიებში მაინც არის ის რომ მოწმდება იქ მთელი ის არის სისტემა მაგისტრის და რაღაც მოკლედ ძალიან უპასუხისმგებლობა არის მაგ სფეროში რა ანუ გარევაჭრობაზე მოგზაურობა კი მებრალებიან ის ხალხი რა ორი კაპიკი უნდა თიშოვენ მაგრამ თვითონაც უნდა კონდეთ ის პასუხისმგებლობა რომ მომხმარებლამდე რომ იდის ის პროდუქცია იყოს სუფთა ის ოჯახში რომ მიაქვს ვიღაცას იქ ბავშვი რომ მიირთმევს მოკლედ ბევრი ოღონდ ფული იშოვოს და სულ არ ადარდებთ იქ ვინ მოიწამლება ვის რა აწყენს ეხლა შეიძლება ისეთი გამოხატული მოწამლება და ისეთი არ იყოს მაგრამ სერიოზული დაავადებების საწყისიც იყოს ხომ ჯერ ისედაც რაც მივირთმევთ და მე კიდე ისიც რომ არიცავენ ამას აი ესე ყავაც ვერ ვსვავ იმიტომ რომ ორი დღეა ეტყობა ამინდების ბრალია წნევები ამეწია მაღლა თან ისეთი წნევები რომელიც არ მახასიათებს ერთი ის არის რომ თავის ტკივილები მაქვს პროთ სვავ ხომ ახლა დამოწესეს თავი სვავ პიტნის ნაყენს ეს მაკაზნე ჩუქარი ლუდის კათხი სვავ პიტნის ნაყენს სხვათა შორის ამაში ჩაის დალევა ძალიან მომწონს არ ვიცი რატომ ბევრი როა თან და მოკლედ მეგობრებო ესე შუშინაც დავლიე ისე წავედი სამსახურში მაინც დავდივარ სამუშაოდ სხვა ჩემ ადგილზე ბიულეტენს აიღებდა რა თქმა უნდა რომ ამე გადარეული ვარ ხოდა მოკლედ ესეთი ამბებია ჩვენთან სოსოს არ უყვარს მაინდა-მაინც გარეთ სიარული განსაკუთრებით ზამთარში და თვითონ ჩემსავითაც საცშეს მეც ესე ვარ აი ძალიან მივდივარ ახლა სამსახურში რა თქმა უნდა სხვა გზა არ არის ჩემს მაგერად ვერავინ წავალ მაგრამ ისე რომ ვთქვათ არ მიყვარს და ხან რითი ვახალისებ ჩემთავს აი ბლოკერის ხის არ იყოს არის მოკლედ ის ხნილი ჩაქავდა და ამოვჩიჩქნე იქიდან ამოვიღე და შევაგდე პირდაპირ იმაში ბარაბანში და კაკუნობდა და მე მგონი კიდეა დარჩა და ახლა რა ვქნა არ ვიცი კაი გავხსნი შევხედავ მაგრამ მე მგონი მეორედ მომწეს ამისი აჰა აი ამდენი დარჩენილა ნახეთ ქვასავით აი შევაგდებ კიდე კიდე ყოფილა მე ჩემო აჰა აი კიდე ერთხელ დაგატრიალებ დიეტა ტემპერატურა აჰა ისე მომწონს სოსოს თერმოსი რა ვიცი რა ძალიან გავრეცხე იმას აკეთებს ხოლმე ცხელ შოკოლადს ანუ კაკაოს ჩვენებურად რა ხო და ამასაც აქტიურად ხმარობს ვაი ზეა ამასაც თანაბრად იყენებს ხო ნახოთ რა იქნება როგორ იქნება რაღაცა კარგი წელი მგონია იქნება რა მე ესე ვფიქრობ როიდვე ანიმაში რო ამ შეხიმ პარამში პაჟეგა მოვიძე
ესეც მაკაცნაჩქარი ქვაბი აქ ძალიან მოსახერხებელია ეს პატარა ქვაბები გემრიელად ეს ხეული მოკიდე და ურიე შენიერი ცოტა გამაროა უფრო კარგად ითუშა ხო მარილის სამარილი პატარა ის ქონდა სამარილე გამიტყდა მე რა გამიტყდა სოსოს გაუტყდა და დამახვედრა ამბავი და მეთქი არა უშავს კაცო ჩვენ ჭირით წაუღიათო და ისე მეთქი ბედნიერების ნიშანია თქო რამე რო იმტრევა ჩურტების გარშე არ დარჩა და მარილი ჩავყარე აქ ეს ადრენინომ ჩემ დაიკო მაჩხა მთელი ის იყო რა ისეც გახსოვთ რა ნაკლები ხო და ესე ახლა ამას მარილს ჩავამატებ აქაც ცოტას მარილს ზაფხულში კარგად იმაშები ხმარობ იმიტომ რომ წყალი რომ მოგანდამოს ისედაც უნდება მაგრამ სასურველია რა მე არ ვიცი ვინ რა სიძახის შაქრის და მარილის მავნებლობაზე ყველაფერი ზომიერად არის კარგი უზომოდ არაფერი არ ვარ არც შაქარი არც მარილი ახლა იმას ეძებენ ხოლმე შაქრის შემცვლელს მეგობრებო ეს არის საშინელება ეს არის კატასტროფა არ შეიძლება არაფრით არ შეიძლება ეს ისივ ჯობია ანუ ჭარხლის შაქრით მოიმზადოთ რაიმე ვიდრე იმ რაღაცა ეგრეთ წოდებული ზამინიწელით ხო და ზომიერად ანუ ზომიერად უნდა მიეჩვევს ადამიანი იმას რომ ზედმეტი არაფერი არ მაგრამ ეს გემოს გამაძლიერებლები რო არის ყველაფერში ჩაყრეხებული და ჩატენილი იმიტომ არის რომ მე რეცეპტორები იმდენადაა მიჩვეული რომ ვეღარ გრძნობენ იმ ბუნებრივს და ნატურალურს მოკლედ ესეთი ამბებია რა კარგით მე დროებით დაგემშვიდობებით ამას დავასრულებ უკვე პირველი საათი სრულდება სოსაც გავაღვიძებ 2-ზე სავარაუდოდ დაიძინა გვიან მე უკვე ვეღარ ვმკლავდები იმას როდის დაიძინებს რაღაც ანუ ვერ ვაკონტროლებ იმიტომ რომ გათიშული როცა მოვდივარ დაღლილი აი მართლა მკვდარივით მეძინება და მე ესე კი იწევს ხოლმე მაგრამ მობილურში იჭრება რაღაცეებს იქათვალიერებს რაღაც მოკლედ და ხო და მე იმის ნერვები არ მაქვს ეხლა ესეც ცალკე იმას და მე ძილი გამიტყდება მოკლედ წნევა ისედაც მაწუხებს ეხლა უძილობა კიდე და ხო და ესე 2-ზე გავაგვიცებ და 3-ის ნახევრისთვის უკვე უნდა ვიყო სტარტზე სავარაუდოდ ქოგას წავიღებ დღეს იმიტომ რომ ისე ვატყობ რომ თოვლი რა ვიცი კალენდარია შუაში აი ამინდის პროგნოზში არის რამოდენიმე დღეზე წერია და ვნახოთ აბა ისე რაზე მეცინება ხოლმე გუშინ სხვა რაღაცა ეწერა დღეს სხვა რაღაცა წერია ნუ არის რა არის ეს ნატო კარგით მეგობრებო ძალიან დიდი თხოვნა მექნება ვიაქტიუროთ კომენტარებში უბრალოდ გულები მაინც დამიწერეთ რომ მივხვდე რომ მიყურებთ ვერ შეგვითხრათ ანუ იცით როგორი რაღაცა ახლა გამომწერებს არანაირი მნიშვნელობა აღარ ქონია ანუ ახალი ისინია რაღაცა წესები YouTube-ზე გამომწერებს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ლაიკებსაც ვთქვათ ისა კომენტარებს აქცევენ თურმე ყურადობას როგორ არის მოკლედ აი ესეთი ამბებია რა ხო და ვისაც გინდათ რომ მე და სულ ცოტა ცოდნელ გავიქაჩოთ წინ მაშინ გულები მაინც რაღაცა იქ სმაილიკები რაღაცები ჩაგვიგდეთ რა აი მარტივი რო არ მეც ესე ვარ ხოლმე ახლა წერა როცა გადატვირთული ხარ რაღაცა ქვები კიდე წერო კიდევაც ზოგს აქვს მაგის მე არა მეგობრებო და ვიცი რომ ბევრს თქვენთაგანც ესე გაქვთ რომ გულის დაწერას აღარ უნდა მოკლედ კარგით აბა მადლობასაც გეტყვით ისედაც მადლობას გეტყვით ვინც აქამდე მიყურეთ ანუ ბოლომდე და აბა თქვენც შემდეგ ვიდეომდე გავკეთეთ